გადაცემის წამდგენია კომპანია კნაუფი. ვაშენოთ ერთად. გადაცემის გენერალური სპონსორია დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. გადაცემის სპონსორია თერმოცენტრი, მაღაზიათა ქსელი, გათბობისა და გაგრილების სისტემებისთვის. გადაცემის სპონსორია LGG. ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რასთავარია სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. გამოყენებით შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ინტერიერები. მე სალომე დადუნაშვილი ვარ. მაინც როგორი უნდა იყოს ჩვენი იდეალური საოცნებო სახლი? ალბათ სწორედ ისეთი, როგორიც ჩავიფიქრეთ. ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორი, კომპანია მეტროპოლი აშენებს. ჩვენი გადაცემა კი იმ დიზაინერული იდეების მიგნებაში გეხმარებათ, რომლებიც თქვენი საოცნებო ბინის ან სახლის მშენებლობაში დაგეხმარებათ. ინტერიერი, რომელიც დღეს უნდა გაჩვენოთ, ნამდვილად არის განსაკუთრებული. ახლა განსაკუთრებული დღეებია, ახალი წელი ძალიან მალე მოვა და ბუნებრივია, მე მინდოდა რომ არა მხოლოდ საინტერესო ინტერიერი დაგვეთვალიერებინა, არამედ ცოტა ახალი წლის დეკორზეც გვესაუბრა. ციცი ბოხუამ ეს სახლი, რომელსაც ახლა ჩვენ კარგად დავეთვალიერებთ, თავისი ოჯახისთვის შექმნა და როცა დიზაინერები საკუთარ პროექტებზე მუშაობენ, ჩემი აზრით, ყოველთვის ყველაზე საინტერესო პროექტები გამოდის, აქ მათ მაქსიმალური თავისუფლება აქვთ და ძალიან კარგია, როდესაც ხასიათი, გემოვნება, სურვილები ადამიანის ბოლომდე აისახება ხოლმე ინტერიერში, თუმცა დღევანდელი გადაცემა მაინც ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ჩვენ დეკორზე, საახალწლო დეკორზე გავაკეთებთ მაინც უფრო მეტ აქცენტს. ამ სივრცის მორთვაში უკვე ალტერ დიზაინის მთელი გუნდი ჩაერთო და მე მგონი ძალიან სწორად და ფაქიზად შეიტანეს საახალწლო ხასიათი ამ ისედაც საკმაოდ დატვირთულ ინტერიერში. მე აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კნაუფი, გერმანული ხარისხი. სახლი არის ხასიათი, ანუ ყველაფერს აწერია ციცი. ეს არის ჩემი მთლიანი ხასიათი. აი როგორი ქაოტურიც, როგორი ბევრი პატერნი, ბევრი მასალა, ბევრი ერთმანეთში ყველაფერი რო გადადის, აი ესეთია ჩემ გონებაში ტარაკანები ზუსტად. ყველანაირად მე ვარ. ეს არის ჩემი ხასიათი და ყოველთვის ეს არის ინტერიერი უნდა იყოს ადამიანის ხასიათი უნდა ჩანდეს თვითონ იმ ადამიანის ვინც ამ ინტერიერში ცხოვრობს და ინტერიერს ესე რომ ვთქვათ ეფერება ინტერიერმაც ესე უნდა მოგეფეროს და შენი ხასიათი გადმოსცეს ამ სახლში როგორც კი შემოდიხარ პირველი რასაც ხედავ არის აი ეს არაჩვეულებრივი გრაფიკული შავთეთრი იატაკი ლამაზი თაღი და ასევე უცნაური ხვეული ფორმით კიბე, რომელიც მეორე სართულზე ადის. ამ სახლში ზოგადად ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი არის კიბე, იმიტომ რომ შემოვდივართ პირველი გვხვდება და ძალიან განსხვავებული და ლამაზი ფორმა აქვს და აი ეს კიბის ქვემოთ ნიშა ამ შემთხვევაში ისეთი დატვირთვა გვინდა და მიგვეცა რომ აი თითქოს რაღაცა ამოვსებული იყო, აი ასეთგან წითელი ბურთების თემატიკაც იყო, ხო აი ამ დიდი წითელი ბურთებით შესაბამისად რაღაცა ამოვავსეთ, თითქოს აი გადმოიღვარა ეს ერთმანეთისგან და აი ძალიან ლამაზი ეფექტი არის. თუმცა არ არის ხო აუცილებელი რომ ყველა კიბე რაღაცა ერთნაირად მოირთოს. შეგვიძლია ამ შემთხვევაში განათებით მოვრთოთ, შესაძლებელია სანთლებ, ну ოღონდ ხა ხელოვნური ჯობია ამ შემთხვევაში რომ უსაფრთხოებაც დაცული იყოს, ხო აი დიდი სანთლები შესაძლებელია უშუალოდ მოვრთოთ ეს მოაჯირი, ხის ტოტებით, ნაძვის ტოტებით, ბურთებით, იგივე წვიმებით, რაც ამ შემთხვევაში ნაძვის
მისთვის ღეზეც გვაქვს. მე ვარ მაქსიმალიზმის მოყვარული, ანუ ყველაფერი მაქსიმალურად გადატვირთული უნდა იყოს ჩემს ინტერიერში და ჩემს გარემოში. არ მიყვარს აი ეს მინიმალისტური, სწორი ხაზები, ერთი მასალა, რომელიც გადადის იგივე ტონალობაში, რომელიც ოდნავ მაინც არა, რადიკალურად განსხვავდება თითოეული მასალა ერთმანეთისგან და თითოეული ესე რომ ვთქვათ, პატერნიც კი, ანუ ფერებიც სრულიად განსხვავებულია, კრავს რაღაც დეტალები ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ინტერიერი უნდა იყოს შეკრული, რაღაც პატარ-პატარა დეტალებით, მაგრამ ფაქტიურად ეს არის აი ფერთა, ესე რომ ვთქვათ, ბუმს აფეთქება. ამ შავ-თეთრ, საკმაოდ პრიალა ფაქტურის ფილებს ძალიან კარგად აბალანსებს თბილი ხის ფაქტურა, რომელიც საერთოდ არ პრიალებს. გარკვეულ დონემდე ჩვენ გვაქვს პანელები, რომლებიც ნაწილობრივად ფარავს კედელს. აქვე შემოდის კედლის ქაღალდის ფაქტურა, რომელსაც ჩვენ მე კიბეზე გამეორებულს ვნახავთ და უკვე აი ამ დიდი თაღის გავლის შემდეგ პრაქტიკულად მთელი უზარმაზარი კედელი, რომელიც ბოლომდე ადის ორივე სართულის სიმაღლეზე, უკვე შემოდის ძალიან ლამაზი თბილი ხის ფაქტური. შეღებილი MDF-ის კარი, ან მაგალითად მალული კარი სისტემა, რომელიც ეგზოტიკური ხის ანათალითაა დაფარული. ძალიან საინტერესო დიზაინერული სამზარეულო, ჩასაშენებელი ავეჯი. ეს არის ყველა რემონტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი მომენტი, იმიტომ რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ჩვენი რემონტი ბრწყინვალე დაგვირგვინდება, ან შეიძლება საშინელი კატასტროფა მოხდეს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ძალიან ფაქიზად შევარჩიოთ ის კომპანია, რომელსაც ასეთი ტიპის შეკვეთას ვანდობთ. კომპანია გრანდი უკვე ძალიან დიდი ხანია მუშაობს ქართულ ბაზარზე, ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა, აქვს არა მხოლოდ შოურუმი, არამედ საკუთარი საწარმო, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და აბსოლუტურად ყველაფერს თავად აქ საქართველოში ქმნის და აკეთებს. კომპანია გრანდს შეუძლია დაამზადოს ნებისმიერი ტიპის სამზარეულო. აი ეს მაგალითად შეღებილი MDF-ია. თქვენ შეიძლება გქონდეთ საკუთარი იდეა, შეიძლება დაიხმაროთ კომპანია გრანდის დიზაინერი, რომელიც სიამოვნებით მოიფიქრებს თქვენთან ერთად იმას თუ რა ტიპის სამზარეულო მოუხდება, ან თუნდაც ჩასაშენებელი სხვა ავეჯი თქვენს ინტერიერს. შოურუმში მოსვლისას თქვენ თავად გადაწყვეტთ, რა მასალა გირჩევნიათ. შეღებილი MDF-ი თუ მაგალითად ლამინატი, ან იქნებ გინდათ რომ მინის ჩანართები იყოს სამზარეულოში. თუ თქვენ ხის ფაქტურის გამოყენება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ MDF-ი დაფაროთ ეგრეთ წოდებული ხის შპონით და აქ გრანდში ძალიან დიდი არჩევანია ფაქტურების, ფერების. შეღებილ MDF-ს რა თქმა უნდა ფრეზირებაც განსხვავებული შეიძლება ამოვარჩიოთ. იქნებ ასეთი მოგწონთ, ან აი ესეთი გირჩევნიათ. ყველაფერი ეს აქ გრანდის საწარმოში შეიძლება დამზადდეს თქვენი ინდივიდუალური დაკვეთით. აქ ამ შემთხვევაში სტანდარტული ზედაპირია გამოყენებული, რომელიც ხოდაშორ ძალიან კარგად უძლებს დატვირთვას სამზარეულოში და არსებობს ძალიან განსხვავებული ფერთა გამით და შეგიძლიათ ამოარჩიოთ ზუსტად ისეთი, რომელიც თქვენს სამზარეულოს ძალიან მოუხდება. თუმცა შეიძლება ასევე აქვე გრანდში საწარმოშივე დაამზადებინოთ ხელოვნური ქვის ზედაპირი, რომელიც საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ ზედაპირის შექმნათ, არამედ მაგალითად ნიჟარაც სწორედ ამავე მასალით გამოიყვანოთ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი განსაკუთრების სამზარეულო შეკვეთისას არის მექანიზმები, იმიტომ რომ ამ კარადებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოვა. აქ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ პოლონური ან ავსტრიული მექანიზმები. ასე დროს დაწიბოვების ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მას შემდეგ რაც საბოლოოდ გადაწყვეტთ, თუ როგორი სამზარეულო ან კარი გსურთ, მიიღოთ თქვენთან უკვე მოვა ჯგუფი, რომელიც ადგილზე აზომავს ყველაფერს მილიმეტრებში, იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩასაშენებელი ავეჯის შემთხვევაში აუცილებელია, რომ ძალიან მცოდნე ადამიანმა პროფესიონალურად აზომოს სივრცე და მხოლოდ ამის შემდეგ გრანდი დაიწყებს თქვენი შეკვეთის დამზადებას და როცა შეკვეთა დასრულდება, მოიტანს თქვენთან ობიექტზე და დაამონტაჟებს.
თავად საწარმო ძალიან დიდია. აქ არის სამღებრო ცეხი. არის ცეხი, სადაც მუშავდება მაგალითად MDF-ი, იჭრება და წიბოვდება. ძალიან დიდი საშუალებები აქვს კომპანიას, რომელსაც შეუძლია ნოლიდან ფინიშამდე მიიყვანოს პროექტი. ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია და ძალიან ხშირად გვხდება ჩვენს ინტერიერებში, რომლებსაც ვიღებთ, მალული კარის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მთლიანად წავშალოთ კარი, განსაკუთრებით თუ ერთ პატარა სივრცეში რამდენიმე კარი გამოდის, ეს ნამდვილად ძალიან კარგი გადაწყვეტაა და მშვენიერი გამოსავალია. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად კარი შევღებოთ ზუსტად კედლის ფერზე, ან თავად მთლიანად მთელი კედელი დავფაროთ მაგალითად ეგზოტიკური ხის შპონით და კარიც ჩავმალოთ ამ კედელში და აი ამის გაკეთება, მათ შორის პანელის შემოსვაც, გრანდს შეუძლია. ეს საწოლიც კომპანია გრანდის დამზადებულია. ძალიან ლამაზია ეს რატანის ჩანართი, რომელიც ასეთონ პოპულარულია. სხვათა შორის გრანდი ძალიან კარგად მუშაობს ბუნებრივ ხესთანაც. კომპანია გრანდი თავისი დიდი გამოცდილებით და საწარმოს ფართო შესაძლებლობებით დაგეხმარებათ ზუსტად იმ იდეალურ შედეგს მიაღწიოთ, რომელიც ჩაფიქრებული გქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, როცა რაღაცა სტილისტიკას ვირჩევთ, ფერებს ვირჩევთ და გვაქვს დიდი სახლი, მივყვეთ ერთ თემატიკას და ყველა კუთხე, ყველა ოთახი რაღაცა ამ მიმართულებით განვავითაროთ. კედლის ქაღალდის ფაქტურა, რომელიც ჩვენ შემოსასვლელში ვნახეთ, მეორდება უკვე კიბეზე, თავისი ძალიან მქრალი ვერცხლისფერი თითქმის შეუმჩნეველი ნათებით. ეს არის ამ შემთხვევაში ოღონდ დეკორატიული ლესვის მეთოდით მიღებული ეფექტი და თავად კიბის ფორმა, რომელიც არის ძალიან პლასტიური, ლამაზი, ძალიან უხდება ჩემი აზრით სწორედ აი ამ არაერთგვაროვან ფაქტურას. ეს სივრცე პრაქტიკულად მთლიანად გახსნილია და შემოსასვლელის დიდი სივრციდან უკვე მისაღებ ოთახში გადმოვინაცვლებთ, სადაც ერთ დიდ კედელს, აქცენტურ კედელს ამ შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ უყურებს სინათლის წყაროს, ამშვენებს პანო, რომელზეც კიდევ დამატებითი თითქოს სხვა სამყაროში გამოვალი არკებია გამოსახული და აი ეს თაღები შემდეგ უკვე ლოგიკურად გვხდება მთელს ინტერიერში. ეს არის პრინტი, სპეციალურად შექმნილი ამ სივრცისთვის და აქაც სხვათა შორის საინტერესოა ფერთა გამა და ფაქტურები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ აქ დავითის სახეს ვხედავთ, მისი სკულპტურის უფრო სწორედ, არის ბეტონის ფაქტურა, პრაქტიკულად შავ-თეთრი ტონები და გამოდის, რომ იატაკზე ნანახი შავ-თეთრი ფილები თითქოს თავისი ფერით გადავიდა უკვე კედელზე, ანუ შავ-თეთრი აქცენტების ისტორია გრძელდება. პარკეტი დაგებულია პრაქტიკულად ჭადრაკული წყობით, თუმცა ასეთი ტიპის წყობას ეძახიან ვერსალის წყობას. ეს არ არის კლასიკური ვერსალის წყობა, აქ ამ შემთხვევაში შედარებით უფრო გამარტივებულია პატერნი, თუმცა აი ამ სივრცეს ძალიან უხდება. თბილი, ძალიან ინტენსიური ხის ფაქტურაა, რომელიც პრაქტიკულად მთელს დანარჩენ სივრცეში გრძელდება და ძალიან დიდია ეს სივრცე. ყოველთვის იყო ჩემს სახლში მხოლოდ ნაძვის შემორთული. წელს გავაკეთა ეს პატარ-პატარა სცენები. კიდევ ერთი ფაქტურა, რომელიც გვიკარნახა შემოსასვლელმა, ეს იყო ვერცხლისფერი ამ რეკლამის ზედაპირები. აი აქ ამ მაგიდის სახით შემოდის უკვე მისაღების სივრცეში. ჩემთვის კიდევ ახალი წელი არა მარტო დეკორაცია, სუნთანაც ასოცირდება და რო შემოდიხარ სახლში ეს დარიჩინის, აი ფორთოხლის, ციტრუსის სუნი, ვფიქრობ, რომ რაღაცა კიდე სხვა სიმყუდროვეს ქმნის ეს დარიჩინის ორცხობილები რო ცხობა სახლში, მგონია რომ აი ეს მაშინ მოდის რაღაცნაირად ჩემს სახლში ახალი წელი და ვფიქრობ, რომ აი მაგიდაზეც ამ ტოტებთან ერთად, აი ეს იგივე პატარა ჩანართები რო გაკეთდეს, სულ სხვა ატმოსფეროს ქმნის და ჩემი აზრით ყველა ბინაში, არა მარტო დიდში, პატარა ბინებშიც ძალიან გამართლებულია და აუცილებელიც კი არის. თავად მისაღებ სივრცეში საახალწლო აქცენტები საკმაოდ მინიმალურად არის შემოტანილი, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლით ამ სილამაზეს და აუცილებლად 1-2 სიტყვა უნდა ვთქვათ.
პირველი რა თქმა უნდა ეს არის ბუხარი. ამ შემთხვევაში შემოდის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტურა, მწვანე ქვის ფაქტურა და სწორედ მის მოპირდაპირე მხარეს არის მოთავსებული საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ასეთივე მწვანე ფერით შემოდის და რაღაცნაირად თითქოს ამ ორ ნახევარს, ამ სივრცის აბალანსებს. ამ სივრცეს კიდევ უფრო მეტად ზრდის, რა თქმა უნდა, მისი უზარმაზარი ღიობები. რადგან ჩემი ნაძვის ხე არის წელს ძალიან მსუბუქი, მაგრამ ამავდროულად მე ძალიან მიყვარს ეს ბორდოსფერი, ეტყობა კიდევ ეს ჩემს სივრცეს. შემოვიტანე აი ეს ბორდოსფერი დეტალები. ადგილ-ადგილ გადავანაწილე ბურთები, რომლებიც ყოველთვის აი ძალიან დიდი ხანია უკვე ამ ბურთებს ვაგროვებ და აი ამ დეკორებს ნაძვის ხის და ძალიან მიყვარს თითოეული და საერთოდ ძალიან უხდება სახლს, როდესაც ახალწლოდ ვთავთ, თემატიკურად დაყოფა. მე ძალიან მიყვარს დატვირთული, ფერადი ბრჭყვიალა ნაძვის ხეები. და პირდაპირ გეტყვით, რომ ერთადერთი ნაძვი, რომელზეც აი ამ ქაოსისა და აფეთქების ტენდენციას გადავცვლიდი, არის აი ესეთი თითქოს ყინულის ლოლოებით მორთული ნაძვები. ან ნემსებით, ან თითქოს რაღაცა გაიყინა ნაძვის ხე ღამე ტყეში და ესეთი სახით შემოვიდა ჩვენთან სახლში. ძალიან მომწონს. როდესაც გვაქვს დიდი სივრცე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაციონალურად ავითვისოთ ეს სივრცე და არ იყოს რაღაცა ერთი კუთხე გადატვირთული და მეორე კუთხე რაღაცა ძალიან მიტოვებული და ცარიელი. ამ შემთხვევაში ვცდილობთ ნაძვის ხის გარდა რაღაცა ისეთი დეკორის შემოვიტანოთ, მაგალითად ბუნებრივი ფიჭვის ტოტები, სადაც შეიძლება რომ განათებად ჩავრთოთ, რაღაცა ბურთები, ორნამენტები. ნუ ყოველ წელს რეალურად სხვადასხვა ტენდენციები არის და ყველა ცდილობს რომ ამ ტენდენციებს აყვეს. თუმცა ჩემი აზრით არის რამდენიმე ელემენტი, რომელიც უცვლელი არის და ეს დროს უძლებს. ფილი განათება არის ჩემთვის შეგრძნება რაღაცა სიმყუდროს და ახალი წლის. და ეს ფიჭვებიც რაღაცა აქცენტებად რომ შემოვიტანოთ. კომპანია LG-თან გადაცემა ინტერიერების ურთიერთობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და რაოდენ სასიამოვნოა, რომ კომპანიის განვითარების რამდენიმე ძალიან საინტერესო ეტაპს შევესწარით. ჩვენი ურთიერთობა მათ საათივით აწყობილ თანამედროვე საწარმოში დაიწყო. შეგვიძლია ყველაზე დიდი მინა პაკეტის დამუშავება, რაც არის დაახლოებით 6 მეტრა, 2 მეტრა 80. დაფერილი მინა ამ შემთხვევაში არის ენერგოეფექტური. ლამინირებული მინა ნიშნავს, რომ ორი ნაწყობი მინა შემოდის, ეკრობა ზემოდან ფირი, საჭირო არის ეს ფირი ისე დაეკროს, რომ შიგნით არაფერი მტვერი ან რაიმე არ მოთავსდეს. ამიტომ ლამინირების ხაზი არის აბსოლუტურად შეფუთული. ჭერის სიმაღლე გვაქვს 12 მეტრიანი სპეციალური კრანი მოძრაობს, რომ მოახერხოთ მარტივად შუშების გადატანა, არის 9 მეტრიანი და 6 მეტრიანი ფლიგელებიც. მრავალსართულიანი პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ კომპანია LG-ს არა მხოლოდ თუნდაც მასშტაბური ინდივიდუალური პროექტების, არამედ ძალიან დიდი მშენებლობების უზრუნველყოფაც შეუძლია. ჩვენი კომპანია გამოირჩევა იმით, რომ ინდივიდუალური შეკვეთების გარდა აქვს შესაძლებლობა მოემსახუროს ძალიან დიდ პროექტებს. შუშის მოაჯირები, ეს არის ალუმინის ანჯრები, ალუმინის საფასადე სისტემები. ამ პროექტზე ვიყენებთ ვენტილირებულ ფასადის სისტემებს, გარე საიზოლაციო ექსტერიერისთვის სპეციალურ სისტემებს და სხვა ალუმინის საფასადე სისტემებს. პროდუქციას, რასაც ჩვენ მომხმარებელს თავაზობთ, ჩვენვე ვაწარმოებთ, რაც გვაძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას ვაკონტროლოთ ხარისხი. ახალი საწარმოს გახსნასაც შევესწარით, სადაც ტექნოლოგიები კიდევ უფრო დაიხვეწა. მინის საწარმოს გარდა უკვე ადგილზე გაიშვება ალუმინის და მეტალოპლასმასის წარმოებაც, რაც უკვე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. თბილისიდან ნელ-ნელა უკვე გადმოდის ერევანში. ჩვენი ახალი ალუმინის საწარმო ხაზი არის თავიდან ბოლომდე გაციფრულებული. მთელი პროცესი ხდება კონტროლირებადი. სულ ახლახანს კი კომპანია LG-მ პირველი შოურუმი გახსნა. ნებისმიერი ზომის მოაჯირი იქნება, ეს საშხაპე კაბინა იქნება, კარის სისტემები იქნება. ინდივიდუალურ პროექტზე მუშაობისას ჩვენ ჯგუფი მივა ადგილზე, აიღებს ზომებს, ჩვენთანვე დამზადდება, რა თქმა უნდა, ნაწილობრივი მინითმინები და მიუტანა და დაუმონტაჟება. ვიყავით საწყობში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში და სადაც წარმოდგენილია რამდენიმე კომპანია, რომელთანაც ექსკლუზიურად მხოლოდ LG მუშაობს. ულუსანი არის მაღალი ხარისხის ალუმინის მწარმოებელი ქარხანა, რომლის პროდუქციასაც თავაზობ ჩვენ საქართველოში. დაწყებული ფანჯრის
ალუმინის სისტემებიდან დამთავრებული ალუმინის ფასადის მოსაპირკეთებელი სისტემებით. სხვა მწარმოებლებსაც ვთავაზობთ სრულყოფილ სერვისს, დაწყებული ალუმინის მასალების საყიდვით, დამთავრებული დაზგადანადგარებით. LGG გახლავთ ექსკლუზიური წარმომადგენელი Yilmaz-ის, რომელიც არის მაღალი ხარისხიანი დაზგადანადგარების თურქული კომპანია. LGG გახლავთ ექსკლუზიური წარმომადგენელი შვედური გიგანტი ASA ABLOY-ის, ავტომატური კარებების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავაზობს ფოტოელემენტის კარებს, კარუსელ კარებს ან სხვა რაიმე საჭირო ავტომატურ კარებებს. სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ნახეთ როგორ გაიზარდა კომპანია, როგორ აითვისა კიდევ ახალი მიმართულებები, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეს ზრდა განვითარება მომავალ წელსაც არ შეჩერდება და ჩვენ და თქვენ, ჩვენი მაყურებლები ამ ყველაფრის მომსწრეები ვიქნებით. ამ სახლს, რომელიც არის დიდი, აქვს ორი სამზარეულო. ეს არის სამზარეულო მისაღები, რა თქმა უნდა, სრულიად ფუნქციური და აღჭურვილი ყველაფრით, რაც საჭიროა, სადაც არის ასევე სასადილო მაგიდა, ეს არის სტუმრების მიღების, ოჯახისთვის, საუზმის, სადელის არაჩვეულებრივი სივრცე, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დამატებითი სამუშაო, სამზარეულო, სამრეცხაო, რომელიც ესაზღვრება ამ სივრცეს და ამიტომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ესეთი ყოველდღიური, სრული დატვირთვით მომუშავე სამზარეულო, თუმცა მას ეს შეუძლია. ამას მე იმიტომ გამცნობთ, რომ ყოველთვის ფუნქციას დატვირთვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როცა დიზაინზე ვლაპარაკობთ. და აი ამ კუნძულის სიმაღლეზეც უნდა ითქვას ორი სიტყვა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რაღაცა გარკვეული სტანდარტები, რომელიც არის ცნობილი, მაგრამ როდესაც სახლში არასტანდარტულად მაღალი ადამიანები ცხოვრობენ, მათთვის ეს სივრცე უნდა იყოს კომფორტული, იმიტომ რომ მათი სახლია. შესაბამისად, ამ კუნძულის შედარებით უფრო მეტი სიმაღლე სწორედ მათთვის კომფორტულ სიმაღლეს წარმოადგენს. ეს კუნძული შემოდის როგორც ძალიან ესეთი მძიმე, კარგი ფერი, უკვე ამ შემთხვევაში მუქი შინდისფერი და ეს აქცენტები თავად სამზარეულოზეც რა თქმა უნდა გადადის და აქ გაყოფილია იატაკი ნაწილობრივად გვაქვს ხის ფაქტურა, რომელიც გრძელდება და შემოდის თითქოს მისაღები ოთახიდან და ასევე მონიშნავს სასადილო ზონას და არის უკვე ისევ და ისევ შავ-თეთრი ფილების ფაქტურა იატაკზე, რომელიც უკვე სამუშაო ზონაზე არის განთავსებული. აქ ამ სივრცეში გაჩენილია ორი ნიშა, რომელიც არის სპეციალურად შექმნილი იმისთვის, რომ აი დეკორატიული ფიგურები განთავსებული იყოთ, ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, თუმცა ვიმეორებ პრაქტიკულობას ეს ხელს არ უშლის, აი ამ არაჩვეულებრივი დამალული კარი ჩვენ შევდივართ სწორედ აი იმ სამუშაო სამზარეულოში არის ასევე ნახევრად გამჭვირვალე ჩანართები, სადაც არის განათება, სადაც შეგიძლია მოთავსდეს დეკორი და უზარმაზარი სათავსო, იმისთვის რომ დავმალოთ ყველა ყოველდღიური მოხმარების თუნდაც ტექნიკა, რომელიც აუცილებლად გვჭირდება სამზარეულოში, მაგრამ არ გვინდა რომ ზევიდან იყოს და ჩვენ მას ვუყურებდეთ. არსებობს ესეთი მექანიზმები, როდესაც ჩვენ კარს აღებ, უბრალოდ ეს კარი მე ესე შედის, იმალება. ამაზად შეიძლება დავტოვოთ ღია, როცა ჩვენ სტუმრები არ გვყავს და ეს არ გვაწუხებს და თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი მივმალოთ, ისევ და ისევ ძალიან მარტივად გამოვაცურებთ კარს და ამ ყველაფერს ჩავკეტავთ. მოპირკეთებულია ყველაფერი თეთრი მარტივი ფილებით, პატარა ფორმატის, მაგრამ ეგრეთ წოდებული ფუგა გამოყენებულია სწორედ აი იმ ტონალობაში, რა ტონალობაშიც არის მაგალითად კუნძული და დეტალები ამ სამზარეულოზე. ასევე ზედაპირები, ეგრეთ წოდებული ფასადები არის თეთრი, მაგრამ შიდა ნაწილები არის ისევ და ისევ შინდისფერი. როცა სახლი დიდია, ბევრი სივრცე იკითხება ერთი წერტილიდან, გახსნილი გეგმარება, აუცილებელია რომ დეკორი არ შემოვიდეს როგორც გადამტვირთავი აი ამ ვიზუალური ხაზის, არამედ პირიქით მისი გაგრძელება და სახალხო განწყობის შემოტანის საშუალება. ჩემი აზრით ამ სივრცეში ძალიან კარგად გამოვიდათ ეს გოგოებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სამომავლოდ თავად სახლი და მისი დეკორიც მოგცემთ გარკვეულწილად იმის შთაგონებას, რომ თქვენი დეკორაცია არ აქვს მნიშვნელობა რა ზომის არის თქვენი სახლი. მოაწყოთ ან იფიქროთ იმაზე, თუ როგორი საოცნებო სახლი ან ბინა გინდათ რომ გქონდეთ.
გადაცემა ინტერიერები გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მე მინდა გისურვოთ, რომ თუ ეს ოცნება ჯერ არ ახდენიათ, მომავალ წელს აუცილებლად შეაბიჯოთ ახალ საოცნებო სახლში. ზუსტად ისეთში, როგორიც თქვენ გინდოდათ, როგორიც წარმოგედგინათ და უდიდეს იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი გადაცემა გეხმარებათ იმაში, რომ აი ეს იდეები დააგროვოთ და უკეთესად წარმოიდგინოთ, ზუსტად იცოდეთ, რა ტიპის ოცნების სახლი გინდათ, რომ გქონდეთ. ან თქვენი არსებული სივრცე კიდევ უფრო მეტად გაალამაზოთ და კომფორტული გახადოთ. გილოცავთ. კნაუფის სახელოსნოში ვართ და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ საიზოლაციო ხსნარის შესახებ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ერთ-ერთი შრე იზოლაციისა, რომელიც უნდა სწორედ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ იდეალური შედეგი მივიღოთ. ორი სახის გვაქვს ეს ჰიდროიზოლაცია, თუმცა ერთი და იგივე დანიშნულება აქვს, არის ჰიდროპროტექტი და ფლეხენტიხტი. ძირითადად ვიყენებთ სველ წერტილებში, თუმცა შეიძლება ვერანდებზეც, მაგრამ აუცილებელია უნდა იცოდეს ყველამ, რომ აუცილებლად რაღაცით უნდა დაიფაროს. ან შეილესოს, ან კაფელი მეტლახი დაეგოს. ყველგან შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ არ არის აუცილებელი მთელი სველი წერტილი ჰიდროიზოლაციით დავფაროთ. სადაც არის სასშაპი ადგილები, პირველი რასაც დაგრუნტვას ვეძახით, აუცილებლად უნდა გაზავდეს 1-4-ზე, გაშრობის შემდგომ დაახლოებით 3 საათის შემდგომ უკვე უსმევთ გაუზავებელ სითხეს და კიდე ერთი გაშრობის შემდგომ თავის დაზღვევის მიზნით უსმევთ მეორედ უკვე ასეთივე გაუზავება. ასეთივე გაუზავება. ანუ სამი ფენა უნდა გქონდეს. ნუ სამი ფენა არ ითვლება, პირველი არის უფრო დაგრუნტვა, აუცილებელია იმისთვის, რომ ის წყლისებრი სითხე შევიდეს და ის გაიჟღინთოს პრაქტიკულად. თუმცა ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროცესის, ეს არის სპეციალური საიზოლაციო ლენტი, რომელიც კუთხეებში უნდა გამოვიყენოთ, იქ სადაც კედელი კედელს ან კედელი იატაკს ხდება. თავის დაზღვევის მიზნით გამოსაყენებელი ლენტი, მას ფლეხენდიხტ ბანდი ქვია. როდესაც კედელს მოძრაობის უნარი აქვს, შესაძლოა ფლეხენდიხტ ბანდის გარეშე რაღაცა ადგილები გაგვებზაროს. საკმაოდ ელასტიურია, აი ესე იგრძნობა. შესაბამისად, მიკრობზარები, რომლებიც პრაქტიკულად ყველა შენობაში, განსაკუთრებით ახალ შენობებში ჩნდება და ეს ბუნებრივი პროცესია, აუცილებლად იქნება აი ამ ლენტით დაცული. აქ არის უკვე დამუშავებული ერთი ძალიან საინტერესო ყუთი. არის აკვაპანელის, მაგრამ ჩვეულებრივად ესეთი ყუთი რო შექმნა, აკვაპანელით და წყალი ჩაასხა, ჩვეულებრივად გავა. იმიტომ რომ აკვაპანელი არის ძალიან კარგი პროდუქტი გარე ფასადისთვის, მაგრამ ის აუცილებლად უნდა დამუშავდეს. და შეგვიძლია წყალი ჩავასხათ, რამდენ ხანსაც არ უნდა. ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ხო? თან საუბრობთ და თან ესე პირდაპირ ჩავასხათ წყალი და აი ესე სპეციალურად დახრილი, რომ აი აქ დადგეს წყალი კუთხეში, ნახოთ აი ჩვენი საუბრის დროს რა მოხდება. აქ ლენტი გაკეთებულია. ცა ლენტის გარეშედაც დაიჭერდა თავს, მაგრამ როდესაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახალი შენობები აუცილებლად იჩეს ბზარებს, მაგ შემთხვევაში ეს არის უკვე ნამდვილად თავის დაზღვევა. მით უმეტეს ახლა არის ძალიან პოპულარული ღია ტიპის საშხაპეები, სადაც ჩვენ პრაქტიკულად არ ვაკეთებთ ღურბლს, არ არის ქვევით სპეციალური ცალკე მოწყობილობა, პირდაპირ ფილებით ვმოსავთ აი ამ ტერიტორიას და წყალი პირდაპირ ფილებზე მოედინება. და რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება ძალიან კარგი ხარისხის იზოლაციის გაკეთება. ყველას აქვს თავისი წყლის გამსვლელი, მაგრამ როდესაც ჰიდროიზოლაცია არ არის გაკეთებული, შესაძლოა არც კი მივიდეს იმ წყლის გამსვლელამდე და სხვა ადგილიდან გააპაროს წყალი. როდესაც ჰიდროიზოლაცია გაქვს გაკეთებული, დაზღვეული ვართ, რომ ჩვენი წყალი ჩვენ მეზობელს არ შეაწუხებს. ფანტასტიკური ამბავია. აი, რამდენი ხანია ვლაპარაკობთ? მე უბრალოდ აი სპეციალურად ავწევ ხლა ამას. ნახეთ, აბსოლუტური სიმშრალეა, გვერდიდანაც საერთოდ არაფერი არ გამოვიდა, პრაქტიკულად აკვარიუმია. შვენიერი ექსპერიმენტია, ჩემი აზრით. ეს არის ისეთი ეტაპი იზოლაციის, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ.
ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რასაც სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. დამოუკიდებლად შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. გადაცემის წამდგენია კომპანია კნაუფი. ვაშენოთ ერთად. გადაცემის გენერალური სპონსორია დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. გადაცემის სპონსორია თერმოცენტრი, მაღაზია თაქსელი, გათბობისა და გაგრილების სისტემებისთვის. გადაცემის სპონსორია LGG.